პრემიერ-მინისტრი. წარადგენთ ახალი მინისტრი სამინისტროში, ისაუბრეთ მისი პერიოდზეც, რომ ქონდათ კონსულტაციები წინასწარ სამედიცინო საზოგადოებასთან, უფრო მეტი რო გითხრათ ამის შესახებ. სამინისტროში წარადგენენ ბატონი მიხეილ სარჯოლაძე, მქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრე მათ შორის იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც აბსოლუტურად დაედო ამ გადაწყვეტილებას. მქონდა საკმაოდ ფართო კონსულტაციები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვიდრე არჩევანი შეჩერდებოდა ბატონ მიხეილზე. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს ბატონ მიხეილს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია ამ სამინისტრო საქმიანობასთან. ბატონო პრემიერო, მე მინდა გითხოთ, გუშინ მთავრობამ გააცხადა განცხადება უკრაინის მისამართით, სადაც საუბარი იმაზე ურთიერთობაზე იყო ქვეყანებს შორის ურთიერთობაზე და იმაზე, რომ თურქი უნდა მოწესრიგდეს ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, აუცილებელი არის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. დღეს არახამიამ გააცოლა, ასე რომ ვთქვათ, საპასუხო განცხადება და მას აქვს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის არის საუბარი იმაზე, რომ ციხიდან უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს უკრაინას. მიხეილ სააკაშვილის შეცვლეს პირდაპირ ფრენები რუსეთთან. თქვენი შეფასება როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით? რეალურად არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ჩვენს განცხადებაში უკრაინა და ქართულ ხალხებს შორის, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ მეგობრობის სულისკვეთებიდან. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს პირიქით ხალხების ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას. სააკაშვილის საკითხის გადახედვას არ აპირებთ, ეს არის თქვენი პასუხი ბატონო ირაკლი და როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა ამის შემდეგ, ამ განცხადების შემდეგ? ჩვენ 2 წელი ვატყუებდნენ საზოგადოებაში, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ვცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლება ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ჩვენ უყურებდით მთელი 2 წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე, სიყალბე. ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ეს შემდეგ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შეიძლება მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას 2 წლის წინ, მაგრამ არ მინდა ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა. აგერიშვილის მოწოდებით, რომ გავაკეთოთ განცხადება, პროკურატურის განცხადებაც გავწოდეთ მათ შორის, სადაც ვთქვათ, რომ მოხდეს გადმოცემა, პარალელურად რამდენიმე დღეს საუბარი არის იმაზე, რომ აგერიშვილის მაღალ სტრუქტურებში გამოჩენა, ასევე გერმანიაში გამოჩენა არის მიუღებელი, როგორი არის საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ. აქვე აგერიშვილის გარეთ რომ ფედერაშვილს მიმართავთ სხვადასხვა ქვეყანას განაცხადა. ჩვენ გვინდა დავწმუნდეთ იმაში, ქართულ ხალხს სურს პირველ რიგში დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, ისეთ პრინციპებს, როგორიც არის პირველ რიგში სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, ველით შესაბამის რეაგირებას. ეხება ეს ადეიშვილს, ეხება ბეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. ესენი არიან, შეგახსენებთ, უმძიმეს დანაშაულებში შავდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები, ხო, რაც საქმე გვაქვს ბიზნესის რეგეთთან, მკვლელობის დაფარვასთან, ბატიმრების წამებასთან. ეს არ არის უბრალოდ დანაშაულები, როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ხდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგვიმით. მეტად შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში, ხო, ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ, როდესაც ამ ფონზე
ესეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ჩდება სერიოზული კითხვის ნიშნები. მე ვერ მიმართავ ვერავის, მაგრამ როგორც ვიცი, პროკურატურას აქვს შესაბამისი მიმართვები წარდგენილი, და დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე. ბატონო ირაკლი, მინდა გითხოთ გვარამიას და მელიას გაერთიანებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ მძიმე აღიარებები გვარამიასგან მათ შორის მედიაზე და სამართლებრივ ნაწილში, როგორი იქნება? ზოგადად შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ რაც მეტი 2%-იანი 3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის შეიქმნა მორიგი, ალბათ 2%-იანი პარტია. ეს 2% დააგდება საბოლოო ჯამში ნაცმოძრაობას. ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საგვენსო უმრავლესობა პარლამენტში. კარასინი გამოდგომს იმედს, რომ არაფორმალური დიალოგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება, რაც ნიშნავს ეს განცხადება თქვენთვის, რომ გითხრათ, რა კონკრეტული დავალება მიეცით ქაჯაიას, რა მოგწონდა დაბაშიძის და რა უნდა შეცვალოს ქაჯაიამ და ასევე ოპოზიცია ცხადებს, რომ მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს ეს თქვენი მითითებები თუნდაც ქაჯაიას მიმართ, რომელიც გაიცით ამ ფორმატის ფარგლებში. რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის საქმიანობას, ის 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ მიმართულებას, რაც ქვია რუსეთთან ურთიერთობები და მე მას მადლობა გადავხადე საჯაროდაც და პირადადაც ამ საქმიანობისთვის. მან თავად მიიღო 12 წლის თავზე ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა იქამდე, ვიდრე მე დავინიშნებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, ჩემს დანიშნულთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. მე მას გადავხადე მადლობა და ახლა კიდევ ერთხელ საჯაროდ ვხდი მადლობას იმ 12 წლიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა. რაც შეეხება ამოცანებს, ამოცანები რჩება იგივე, ხო, თქვენ იცით როგორია ურთიერთობების რეჟიმი. ამ რეჟიმის ფარგლებში ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამას ეხება, რა თქმა უნდა, ის ასე ვთქვათ, მითითებები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო მიცემული. ბატონო ირაკლი, უზენაესი სასამართლოს განცხადებებით უნდა გკითხოთ, რომელიც ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ვეტინგი უახლავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირფიქრის საზოგადოების უნდობას მართლმსაჯულების სისტემის საჭიროებას. როგორც იურისტმა შემიძლია დავადასტურო, რომ ვეტინგი ნამდვილად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ის ეწინააღმდეგება პირველ რიგში ზოგად საზოგადო კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის არის ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელი. ვეტინგის მსგავსი რამ განხორციელდა საქართველოში 2004 წელს და რაც მოიტანა ამ ყველაფერმა არის საზოგადოებისთვის ნათელი, ხო, ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააკაშვილის ადაიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, ვეტინგი არის მიუღებელი არა მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ პირველ რიგში პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე. დღეს ადაიშვილის ყოფილი მოადგილე წოწორი ატარებს ვეტინგს მოლდოვაში. ყველა შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს ვეტინგი, ჩვენთვის ასეთი პროცესები არის მიუღებელი. ბატონო, ბოდიში ქაჯაიაზე არ გასახლებთ, რომ გამოცეთ რა დავალებები მიეცით კონკრეტულად მას და გაქვთ რა მოვიდნენ, რომ აი გამოწვევს, რაც არსებობს ამ მიმართულებით ქაჯაიება მქონდა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით გვაქვს კონკრეტული ამოცანები, პრიორიტეტები. ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის ასე ვთქვათ საუბარი, რომელიც შედგა ჩემსა და ბატონ ქაჯაიას შორის. ირაკლი, ამერიკამ დაფინანსება 8 მილიონი დოლარი შეგვიმცირა, ეს არის სენატის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში. თუ იცით თქვენ რა არის მიზეზი, ჩამოწერილი არის დოკუმენტში, რომ კაზნონის უზენაესობა, თავისუფალი მედია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს აღმოჩნდა რეალურად ის მიზეზები, რის გამოც მოხდა დაფინანსების შემცირება. მე ვერ გეტყვით ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრიეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან-შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი. შალვა პაპუაშვილის წერილი გავცვალო ბატონო ირაკლი, სადაც ადეიშვილს საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილის და ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უნებელი, როგორც გამოიყურება და ეს მიმღებლობა ძირს უძღვრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დადგოს. გასო საკმაოდ წერილი იყო და ძირითადად ამბობს. ეს ძალიან სწორი აქცენტია. უნებრივია, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ეს არის ღირებულებების საკითხი და ამიტომ ვაქცევთ ამ ხოლმე ყურადღებას ჩვენ ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად მყარია
ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში, ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის ჩვენი მთავარი საკითხი. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სამართლის უზენაესობის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული.